მოკლედ ალეკოელის საშუალეს დამცველად მე დიდად არ გამოვდგები რა, მაგრამ თხლად ეხა ტერორიზმის მუხლით გაშვება ამ კაცის ცოტა რაღაცა გულუყოლობა მგონია და ცოტა რაღაცა მიუღებელი მგონია და ახსნი რატომ, იმიტომ რომ აი ზოგადად გამორიცხავს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, ანუ დროშა დანაშაული შინაარსობრივად შემადგენლობით გავს რაღაც კონკრეტულ ქმედებას, თუმცა ანუ ფიზიკურად შეუძლებელი იყო რომ შედეგი დამდგარიყო, მაშინ შესაძლოა გამოირიცხოს პასუხისმგებლობა. მე არ ვამბობ ხარ ასაკურველია იმას რომ ეს კაცი უნდა გამოუშვან ქუჩაში ხვალვე და დღესვე ხა შევარდა და ცეცხლს ხავდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტში გადის მე მგონი სავარაუდოდ ხო და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ შეგვიძლია გავუშვათ უბრალოდ რაღაცა წლოვანი ხულიგნობის მუხლით ხო წლოვანი არ იყო მაგრამ რაღაც თქვას მის შედეგება შეიძლება არ შეიძლება ვიბრძოლოთ ინდივიდუალურად თანამშრომლების მიმართ თუ მოახერხებდა თქვათ ასეთ ის გაკვრას და ცეცხლის წაკიდებას ინდივიდუალურად უქმნიდეს საფრთხეს განზრახ ანუ იცოდა რომ შედეგი შესაძლოა დამდგარიყო ინდივიდუალური თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიმართულებით შეგვიძლია დავდოთ ბრალი იმიტომ რომ ანუ რეალურად ძალიან კარგად ვიცით რომ მთლიანად ამ შენობას და თანამშრომლებისთვის სასწაულად მნიშვნელოვანი რისკი შექმნას ვერ მოახერხებდა გამომდინარე იმიდან რომ მნიშვნელოვანი ობიექტია დაცვა ყავს კამერებია და ნუ შესაბამისად ვფიქრობ რომ ახლა თქვა ტერორიზმის მუხლით ცოტა რაღაცა ძალიან გადრომანტიზირებას გავს და მგონია რომ შეიძლება ამ კაცის გამოშვება რაღაც უფრო მარტივი მუხლით და ახლა ნუ გირაოზე და ჯარიმებზე და დეტალებში შესვლას არ ვაპირებ, მაგრამ ხო რა